ვარ ილია დავითაძე 8 წლის. სწავლობ ბათუმის მე-14 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ფეხბურთი, ხატვა და სიმღერა. რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად მიყვარს ფეხბურთის თამაში. უკვე 2 წელია ვთამაშობ ვესტ ჯორჯიაში. ყავს 2 წვრთნელი ლუკა დიასანიძე და კახა კაცარავა. უფრო მხიარულია ლუკა მოსწავლებელი. კახა მოსწავლებელია უფრო მშვიდი და არასდროს არ გვიყვირის. მე ვთამაშობ მეკარის პოზიციაზე და ვარ კარგი მეკარი. ადრე ვიყავ მცველი და ახლა დავდექი კარში. მეკარეობა იმიტომ გადავწყვიტე, რომ კასილას და ბუფონს რო უყურებდი და მაგრამ რომ მეკარეობდნენ, მეც მომეწონა. ყველაზე კარგად გამომდის პენალტის აღება. ვარ სწრაფი და მაქვს კარგი რეაქცია. შედარებით მიჭირს ფეხით თამაში. ბევრს მუშაობ და იმედია მალე გამოვასწრო. უკვე მქონდა 30-მდე შეჯიბრება. ყველაზე კარგად დამამახსოვრდა დელფინებთან მატჩი. იმიტომ რომ ძლიერი გუნდია და მოვგით და კარგად ვითამაშეთ. მაგ თამაში მე ვიყავი ერთ-ერთი საუკეთესო. 6 წლის რო ვიყავ, მაშინ გადავწყვიტე რომ გავხდარიყავი ფეხბურთელი. იქამდე მინდოდა გამოსულიყავი მოცეკვაო. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია რონალდინიო და საყვარელი გუნდია რეალი. ჩემი საფეხბურთო კარიერა ასე წარმომიდგენია. თამაშს დავიწყებ დინამო თბილისში, მერე გადავალ PSV-ში, მერე გადავალ რეალში. მე ვაპირებ ფეხბურთი ვითამაშო 41 წლამდე. კარიერის დასრულების შემდეგ გავხდები ჯარისკაცი. მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ კარგი კლასელები მყავს და კარგი მასწავლებელი. ჩემ კლასში ყველაზე მხიარული არის მართა კობალაძე. ყველაზე ჭკვიანი არის მუცა. ყველაზე მშვიდია დათა. ყველაზე ბედნიერი მგონია დემეტრე ნგელაძე. მე ყველა საყვარელი და სიმპათიური. ამ ეტაპზე შეყვარებული არ მყავს, მაგრამ ბაღში მყავდა. იმიტომ დავშორდი რომ სახელიც აღარ ვიცი და რა მდგომარეობაშია აღარ ვიცი. ცელს რომ მოყვარ მიქნები 25 წლის. შვილებს დავარქმევ აჩის, ნიკოს და ნუცას. ჩემს ცოლს დავარქმევ ნინოს. ჩემი საყვარელი საგანი არის მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია ჯავიდან ჩაზმავა. იმიტომ რომ ხიარულია, ლამაზია და ზოგჯერ სპორტზე რო არ ჩავდივარ, გვავარჯიშებს და გვამხიარულებს. ახლა მინდა რომ ვიყო 25 წლის. იმიტომ რომ უკვე ვითამაშებ საქართველოს ნაკრებში. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა და 2 ბაბუა, 2 ბებო, 1 მამიდა. 1 ბებია ახლა არის იტალიაში და ძალიან მენატრა. კიდევ მინდა მყავდეს 2 ძმა და 1 და. ჩემი და არის 7 წლის და ქვია ელისა დავითა. ის არის ლამაზი, ხიარული, პრანცია და ნერვების მომსვლელი. ნერვებს მისის, როცა ჯოისტიკით თამაშობ. 1 ჯოისტიკი მაქვს და როცა თამაშობ, მაინდა-მაინც მაშინ უნდა. ჩემი აზრით ელისა რომ გაიზრდება, გახდება მოცეკვაო. მამიკო არის მშრომელი, საყვარელი, მშვიდი და როცა ვეტყვი რაღაცას მომიტანს. დედიკო არის ლამაზი, მშრომელი, დიასახლისი და შვიდი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული აჭარული ხაჭაპური. ჩემი ცოლი ყველაზე გემრიელად გააკეთებს სუპს. მე ასევე მიყვარს სიმღერა და მინდა რომ ვუკრავდე ფანტურზე. ჩემი საყვარელი სიმღერა არის განდაღები. ნაინანინანინაო, ნაინანინანინაო. ამ სიმღერაზე ცეკვაც კარგად გამომდის. ხატვაც ძალიან მიყვარს და ჩემით ვისწავლე. ყველაზე ხშირად ვხატავ მანქანებს, სახლებს და ბავშვებს. ჩემი საყვარელი ფერი არის შავი და არ მიყვარს ავისფერი. ნახატებს ყველაზე ხშირად ჩუქნი ჩემი ხატვის მასწავლებელს. მეც მიყვარს რომ საჩუქრებს ჩუქნია. ამ ბოლო დროს მაჩუქეს დოლი. ჩემი ოცნების საჩუქარი არის ფანდური. სამოგზაურო სიამოვნებით წავიდოდი საფრანგეთში. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა, რომელი სუპერძალა მინდა რომ მქონდეს. მე მინდა მქონდეს ჩაქუჩით რო ურტყამენ ძალიან მაგრად იმის ძალა. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. ვინ არის ყველაზე ცნობილი ადამიანი? მაგალითად ჩემი აზრით ყველაზე ცნობილი ადამიანია მირზა კობალაძე. ის არის ჩემი ბიძია და კარგი კაცი. ბედნიერება არის კარგ ოჯახს რო შექმნი, კარგი ცოლი რო გეყავდეს და კარგი შვილები. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.